რელიზის ავტორია geo.saitebi.g. I will let you know where to find the guns. So what shall I do? Get close to him. Find out where those guns are heading. Raise a hand, all those who want to strike! Freddie Thorne is at the very top of my list. We'll cross him off. I'll make him part of our deal. To hell with them. The more they try and stop us, the madder I'll be. Times like these, communist in the family is bad for business. You have to leave the city. You were also at war with the Lees, Mr. Kimball, am I right? Together we could beat them, divided, maybe not. Cillian Murphy, Sam Neely, Helen McCrory და სხვები. მარტო როგორ გაიზარდა? სუკანით გეყვარები? არა. რადგან ცოლად ჩემი და ვეღარცად გამიქცევი. გასაგებია? Sir, ლონდონში რა ხდება? რევოლუცია მწიფდება. ნავსადგურები გაიფიცნენ. მეგობრებმა ის თუ მოგცეს რაც ვთხოვეთ. რამდენია? 200 გირვანკა. ვინ გადმოგცა? ერთმა ატაშემ რუსეთის საელჩოდან. ჩინურ რესტორანში. ჩვენი რევოლუცია საერთაშორისოა და დღითი დღე იზრდება. ალესილი კეპები. ჯერემაია, რა გაიგე? დღეს დილით თქვენი დადა ფრედი დაბრუნდნენ. დავედევნე. მაგრამ ფრედი თევზივით გამისხლდა. კარგი. განაგზა თევზაობა. დაველოდოთ სანამ ბიჭები პოზიციებს დაიკავებენ. სონები დადეთ. ფული არ გაფლანგო ჩარლი. დამთავრდა ბატონებო, სონები აღარ მიიღება. მე დროზე მოვედი. დამთავრდა. მაგრამ მინიშნება მომცეს და ფული აუცილებლად უნდა დავდო. რბოლა უკვე დაიწყო. გთხოვთ? არა. ჟანდაბა. გითხარით არა. წადი ახედა. კარგი, მივდივარ. წავედით. ნახვამდის ბიჭებო. ხოლმე. კარგი დღეა. ჯონი სად არის? გარისონშია. ოჯახურ საკითხებზე კრება უნდა მოიწვიოს. დამთავრების მერე აქ მოვა და სახლს სკუტბოუთთან ერთად უდარაჯებს. სკუტბოութ, ჯონი 10 წუთში მოვა. კარგი. 5 წუთში. მოემზადეთ. კარგი ბიჭი ხარ.
ჯონ. რა ხდება? დააგდე. ეს ჩელტენჰემისთვის. ის მიგვაქვს, რაც ჩვენია. აქ პოლი კიდევ იქნება, ყველაფერი გაჭრიკეთ. ჯონ, სახლს მარტო ერთი კაცი არ მინდა. სახლს მარტო ერთი კაცი იცავს. რა გაწუხებს? პოლი. ხომ იცი, მართა სიკვდილის მერე როგორ მიჭერს? ღმერთს ჯერ საუკეთესოები მიხავს. საქმე ისაა, რომ ბავშვებმა თავრუ დამახვიეს. ფეხში შველები გვიან ღამემდე ძაღლებთან ერთად დარბიან. პოლი, ფეხსაცმლისთვის საათი შილინგი მიეცი. დომი, ამ საქმეს უშენოდაც მოვაგვარებთ. რისი თქმა გინდა? ბავშვებს დედა სჭირდებათ. ამიტომ გადავწყვიტე ცოლი მოვიყვანო. იმ უბედურმა თუ იცის ცოლად რომ უნდა შეერთო. თუ გინდა რომ მოულოდნელად მიახალო. ხელი უკვე ვთხოვე და თანახმა. ახლა ნაღმის აფეთქებაა მოსალოდნელი. ის ლიზი სტარკია. ჯონ, ლიზი სტარკი ძლიერი ქალია და დარწმუნებული ვარ თავის კლიენტებს კარგად ემსახურება. ეგ სიტყვა არ გამაგონოთ. გასაგებია? ეგ სიტყვა არ თქვათ. რა სიტყვას გულისხმობ, ჯონ? ისი რასაც გულისხმობ. ყველა მიცის რომ ჯანდაბაში წასვლან ყველანი. პოზი, ეს სიტყვა თუ მეძავი. იქნებ მეძავის ჯობს. მინდა იცოდეთ რომ თუ რომელიმე ბოსს დაუძახებთ, ჩემი რევოლვერის ლულას პირში ჩაგთხრით და მაგ სიტყვას გულში ჩაგიმარხავთ. მამაკაცები თავიანთი ღირსებით ყოველთვის მაოცებდნენ. ჯონ, ლიზი სტარკს ვერტიკალურ მდგომარეობაში ერთ დღესაც არ უმშავია. ლიზი შეიცვალა, გესმით? ადამიანს შეცვლა შეუძლია. მაგალითად, რელიგიით. ლიზი სტარკი რელიგიური გახდა? არა, რელიგიური არ არის. უბრალოდ ძალიან მოყვარვარ. მომისმინე ტომი. ამას შენი კურთხევის გარეშე არ გავაკეთებ. მინდა რომ ეს ნაბიჯი შენ მინდა რომ ეს გადაწყვეტილება გაბედულ ნაბიჯად ჩამითვალო. ნამდვილად გაბედული ნაბიჯია. გაბედული იქ მიდის, სადაც ჯერ კაც ფეხი არ დაუდგამს. ჯონ, ლიზი სტარკთან გაბედულება ნამდვილად არ გჭირდება. მომისმინე ტომი. ოჯახის წევრად მიიღე. ძიმე ცხოვრება გამოიარა. ვიღაც ხომ მჭირდება. ბავშვებს პატრონი უნდათ. ტომი, დაგვარბიეს. რა? ღმერთო ჩემო. რა ჯანდაბა მოხდა? ლის კლანი იყო. ყველანი აქ იყვნენ. ბიძაშვილები, დიშვილები, თავიანთი ნაბიჯრების ჩათვლით. ყველაფერი წაუღიათ, რისი წაღებად შეეძლოთ. 4-5 ფული. და ეს დაუტოვებიათ. მავთული საჭრელი. ეს რატომ დატოვეს? არ გაინძრეთ. გონი ჩვენმა მეგობრებმა უინი მოგვიწყეს. რა უინი? დეიდაპოლი ხელი არაფერს ახლო. ერასმუსი საფრანგეთში იბრძოდა. ჯანდაბა. როდესაც გერმანელებს ტერიტორიას ვუნახმავდით, მავთულებს ვაბამდით და ხუმრობით მავთულის საჭრელს ვუტოვებდით. აქ სადღაც ხელყუმბარაა. ღმერთო ჩემო. მავთული იქნება მიბმული. სკამებს ხელი არ ახლოთ. არც ფანჯრებს. დამშვიდდი, ჯონ. არა, ბიჭებო. აქ არ არის. აქ რომ იყოს, უკვე აფეთქდებოდა. იმ ტყვიაზე ერასმუსმა რომ გამოგზავნა, ჩემი სახელი ეწერა. ჩემი მოკლა უნდა და ნაღმს ჩემთვის დადებდა.
Pain? Pain არ გაინძრე. თამაშობდი, ვითომ ტომი ვარ. რომელი კარიდან ჩაჭიქი Pain? პანჯრიდან გადავძვერი. ხოდა ზუსტად ისე გადმოდი. როგორც გადაწვერი, კარგი? არა, Pain! გაიწიე! კარგად ხარ? ბედზე გადავჭით. ამიტომ აღარასოდეს მომბაძო. კარგი? გასაგებია? დრო 10 წუთი გაქვს. მადლობა, მაინც მითხარი. რომის პაპს უფრო ადვილად შეხვდები ვიდრე მას. ბიბლიაზე დაიფიცე. მორწმუნე არ ვარ. აქ მოსატყუებლად არ მოვსულ ვარ. ეს ომი ყველას გონადგურებს. ბავშვი კი ნაღამ მოკვდა. ბავშვი. ყველანი ბავშვები ხართ. საკმარისია. შენიანებმა ჩემი მოკვლა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. აქ ერთი წინადადებით მოვედი. მეგონა მოკავშირეები იყავით. მის ღალატს ვგეგმავ. აღარ მიგვერს ბიბლიას ხელი რომ არ დაადე. ჩემი მიზნები მაქვს. სხვა მხარეს გინდა გადასვლა. თქვენი ბიჭები მჭირდება. ქრისტვის. კიმბერი სულელია. დოხს ერთი პიროვნება განაგებს. ჭკვიან ხალხს ვაგროვებ. თუმცა ძლიერი ხალხის მჭირდება. თქვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყოველ მესამე დოხზე გამარჯვებული ჯერ კიდევ რბოლის დაწყებამდე გვეცოდინება. ასე რომ ქურდობა და ყაჩაღობა საჭირო აღარ არის. აქ მოდიხარ და ტრაბახობ ერთ კაცს უნდა ვუღალატო. მერე კი მეუბნები რომ უნდა გენდო. ჩვენ დედის მხრიდან ნათესავები ვართ. ეს კი ოჯახურ საქმედ ჩავთვალოთ. ეიდა, ზურგს გამიხეხავ? ეიდა. ვიცი იმ კონვერტში რაც იდო. ჩავიხედე. ფული. ის კაცი ლონდონში რომ შეხვდი, ფრანგი არ იყო. რუსი იყო. იდიოტი არ ვარ, ფრედი. თავს საფრთხეში იგდებ, ხოლო სტენლი ჩეპმენი ფულს იღებს. ეგ ფული საქმე სჭირდება. ბრმა ხარ. ბრმა მაშინ ვიქნებოდი, შენი ძმები რომ ჩარეულიყვნენ. ჩემი ძმები რა შუაშია? აქ შენზე ალაპარაკი. ჩემზე. და ამაზე. მეოცნები ხარ, ფრედი. ფულს უაზროდ ფლანგავ, როცა ჩვენ აქ ვლპებით და კიდევ რევოლუციაზე ლაპარაკობ. ერთი რამე უნდა ვიცოდე. ვისი ერთგული ხარ, ფრედი? გეკითხები, ვისი ერთგული ხარ?
ეს შენ გააკეთე? ერთ ნაცნობს ვთხოვე მისამართი გაეგო. იმ შემთხვევაში გეტყვი თუ არ გამთქვამო, რადგან შედეგების ეშინია. ვისი მისამართია? ტომი, მინდა ერთი გეგმა შემოგთავაზო. მითხრეს რომ რაღაც მისამართი გაქვთ. ანონიმური ინფორმაცია. სტენლი ჩემპიონის მისამართია. ფრედი თორნს შევპირდით. მას ფრედის ნაცვლად გთავაზობთ. არა. ინსპექტორო. სტენლი ჩემპიონი უფრო მსხვილი ნედავლია ვიდრე ფრედი თორნი. ახლა 200 გირვანკა ნაღდი ფული აქვს. რუსეთის მთავრობამ კომუნისტურ პარტიას გადაუხადა. ასეა. ჩემპიონი თოლშია ჩაფლული. მარტო ნიჩები გჭირდებათ. თუ ილაპარაკებს, მტკიცებულება გექნებათ. შესაძლოა მედალის დაიმსახუროთ. ახლა კი. სანამ მისამართს მოგცემთ. მინდა დამპირდეთ, რომ ფრედი თორნსა და ჩემს დას ქალაქიდან წასვლის საშუალებას მისცემთ. ძალიან კარგი. ვირდებით. როგორც ჩანს, ჩვენი თანამშრომლობა ორივესთვის სასარგებლოა, ინსპექტორო. მე ინფორმაციასა და დაცვას ვიღებ. ხოლო თქვენ ბოლშევიკებს იჭერთ. ხო, მაგრამ რელიზის ავტორია geo.saitები.g. მოდი უფრო მნიშვნელოვან საქმეზე გადავიდეთ. სამწუხაროდ მისტერ ჩერჩილი მოთმინებას კარგავს. თუ იარაღს დროულად არ მაპოვნინებთ, შემცულია. ეს ჩემი კარიერის დასასრული იქნება. კიმბერს რომ გაუსწორდები იარაღს დაიბრუნებ. ასე არ შევთანხმდით? ესე იგი თქვენს ხელში ვარ. ყველა ბანკო თქვენ გიჭირებთ. იმედი მაქვს მას შემდეგ გამათავისუფლებენ, რაც იარაღს დააბრუნებთ. ეს თქვენთვისაც კარგი იქნება. თუ მანამდე გამათავისუფლებენ, თქვენი ბრალი იქნება. მერე ისეთ რამეებს გავაკეთებ, რომ ეშმაკსაც შერწყვება. მრისხანე ძალიან სახიფათო ვარ. დავუშვათ სამსახურის ბოლო დღე მაქვს. ისე გავაკეთებ, რომ თქვენ და თქვენს ნაძირალად ძმებს, თავებს, კეტებითა და ნიჩბებით გაგიხეთქავენ. თქვენს დასაც სხვათა შორის. ის ბავშვიც ვერ შემაჩერებს, რომელსაც მუცლით ატარებს. მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უმცროს ძმას. ფინს დავინდო. დავაპატიმრებ როგორც არასრულწლოვან ბოროტმოქმედს. მაგრამ ზრდასრულთა ციხეში ჩავსვამ. სადაც მამაკაცებს მისი ტოლი ბიჭები ძალიან მოსწონთ. ეს ყველაზე შავი დღე იქნება, მისტერ შელბი. თუ მანამდე გამათავისუფლებენ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. გასაგებია? დაიმახსოვრეთ. დროის ათვლა დაიწყო.
სტენლი, პოლიცია. სტენლი, მოდი აქ. ნაბიჯრება. ხელი გამიშვით. ნაბიჯრება. აირე ვიპოვეთ. როგორც ჩანს, ჩეპმენი მართლა თოლშია ჩაფლული. ადექი. მისტერ ჩეპმენ. დაგერხათ. ისევ არ ამბობს ეს ფული საიდან აქვს. თუ დარწმუნების ძალას მივმართავთ, ყველაფერს გვეტყვის. ფრედი თორნის ადგილსამყოფელის ჩათვლით. სერ? როგორ მიყურებ? მეგონა ტომისთან შეთანხმებული იყავით. მართლა ასე გეგონა? თქვენ ხომ სიტყვა მიეცით? სიტყვა? ამ იდიოტურ საუკუნეში ასეთი რამეების კიდევ გჯერათ? სიტყვავის მივეცი. სამართებლიან კვლელს? კარგი. ახლა წადი და მისტერ ჩეპმენი დაკითხე, სანამ არ იტყვის ფრედი თორნი და მისი ცოლი სად არიან. ამ ფულის წარმომავლობა მეორე ხარისხოვანია. გონია შელბის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემი თვითმიზანი გახდა? მართალია. ზეთხარ, როგორც ლონდონში ამბობენ. ახლა კი წადი და მისტერ ჩეპმენი დაკითხე. არ შეცდე და მობიერად არ მოექცე. გასაგებია, სერ. აირინ მეი თორნი. დღეს მისი დაბადების დღეა. ვიცი რომ არასდროს ტოვებ. გამიმართლა რომ პოლიციელი არ ხარ. რა გინდა? უნდა გაგაფრთხილო. სტენლი ჩეპმენი აიყვანეს. საიდან იცი? პოლიცია ასეთ ინფორმაციას არ აღწელებს. იქიდან ვიცი რომ მე და ტომიმ დავაჭერინეთ. ტომი შეუთანხმდა რომ სტენლისა და ფულის ნაცვლად შენ და ეიდა ქალაქიდან უსაფრთხოდ გავხვალთ. ფული? რომელი ფული? ფულის შესახებ შენ ვინ გითხრა? შენი აზრით? ეს ეიდას იდეა იყო. აი როგორი სასოწარკვეთილია იმ ვირთხის სოროში, სადაც აცხოვრებ. მისთვის სულ ერთი იყო ამ ამბავს გაიგებდი თუ არა. უბრალოდ იმ დროს შენ გვერდით ყოფნა არ უნდოდა. ზოგჯერ სადავეებს ხელში ქალები იღებენ, როგორც ომის დროს იყო. თავი ვინ გონია ნაბიჯვარო შელბი? დედა შენი საფლავთან ნუიგინები. გონიათ მთელმა მსოფლიომ თქვენს დაკრულზე უნდა იცეკვას? ცოტა დრო გაქვს ფრედი. პოლიციასთან პირი ჩემ გამო შეგარით? შენ გამო არა. ეს ეიდასთვის გავაკეთეთ. გონიათ პოლიციელი სიტყვა შეასრულებს? თუ შეასრულებს უსაფრთხოდ იქნებით. თუ არ შეასრულებს, ჩეპმენი ჩაგიშვებს, ასე რომ ქალაქის დატოვება მაინც მოგიწევს. კარგად მოგიფიქრებიათ. ოდა წადი. ოღონდ ერთ რამეში შეცდით. სტენლი ჩემს მისამართს ვერ ეტყვის, იმიტომ რომ არ იცის. ჩვენ ასე ვმუშაობთ. ერთმანეთის მისამართი არავინ ვიცით. ასე რომ დროთყუილად დაკარგეთ. სტენლის სასტიკად წემენ იმ ინფორმაციისთვის, რომელიც არ აქვს. მხოლოდ ის მოახერხეთ, რომ კარგი კაცი სასიკვდილოდ გაწირეთ. ესე იგი არ წახვალ? არა, არ წავალ ამის დედაც. თუ გინდა რომ ბირმინგემი დამატოვებინო, კუბოთი უნდა გამიტანო. ეიდას თიც თუ დააკარებ კუბოში, ჩემი ხელით ჩაგდებ. ჯიუტიშვილი გაგიზრდია, აირინ.
მითხარით არ დაინდო. უეცრად გაჩერდა. კრუნჩხები დაემართა. ესე იგი მოგალი. მისამართი მოგცა? რა დაგემართა? კიბიდან ჩამოვარდა? ეს წეული ბელფასტი არ არის. ჯერჯერობით, მაგრამ ისნაირი კაცების წყალობით მალე გახდება. კიბე მოძებნე და დააგორე. მერე ექსპერტს დაურეკე. გრეისონი მოიყვანე. თუ ხერხულ კითხვებს დაგისვამს, სოლტლიშის საყვარლის კეთილ დღეობაში ახსენე. ენას მაშინვე ჩაიგდებს. ვერ წარმომიდგენი ასეთ სოროში როგორ ცხოვრობდი. წყეული ცხოველები. ხო, მაგრამ შილბები მართლაც კარგად მუშაობენ. უკვე მერვე დოღია და ერთი პენსიც არ დაგვიკარგავს. ბუკმეკერები კმაყოფილები არიან. ესე იგი ძაღლს ძვალი უნდა გადავუგდოთ. მეც ასე ვფიქრობ. გამარჯობა, მისტერ კიმბერ. მისტერ რობერტს. ზამოგბრძანდით. თქვენ შემდეგ. გეყოფა ფრედ. შენი ლანჩი სულ უფრო ნახევარ ბირმინგემს ეყოფა. საქმეს მიხედე. სწრაფად ბიჭებო. გავიგეთ ლის კლანს და ურბევი ხართ. ჯორებს ნუსმენთ, მისტერ კიმბერ. აქეთ. საქმე კარგად მიდის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წინასწარ იცით, რომელიც ხენი გაიმარჯვებს. ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას გიხდით. ახლა სად არიან? ჯონ, ლავლოკ, სკუტბოლ, მოდით აქ. ეს ჩემი გუნდია. პოზიციებს დაიკავებენ, როგორც თქვენ მოისურვებთ, მისტერ კიმბერ. ჯონი ბუკმეკერია. სკუტბოლი ფულს კრებს და რა თქმა უნდა საკუთარი დაცვა გვყავს. ვორვიკში, შემდეგ შაბათს, უმცირე 50 იარდი ლუდის კარვიდან. ბატონებო და ქალბატონო, ახლა ხელში მიჭირავს ოფიციალური საბუთი, რომელიც ფსონების მიღების კანონიერ უფლებას გვაძლევს. ამიერიდან შელბის ოჯახს პირველი კანონიერი იპოდრომი აქვს. საქმეში ვართ, პოლ. გილოცავ. გამომართვე. გილოცავ. 30, 40, 50. ამ სიგარეტს უცნაური სუნი აქვს, არდორ. ჭაობი ვიტყარს. შეხედე, ვირთხები ჩამძრალა. მოპარულია? შენი საქმე არ არის. ასეთი სუნი იმიტომ აქვს, რომ ნავზე ინახავ. რა შენი საქმეა? უმჯობესია მოხვიდე და შეამოწმო, რომ სწორად დავთვალე. იცი, ახალი ბარი უნდა გახსნა. სწორად უნდა იმუშაო. ეს სიგარეტი გასაყიდად არ გამოდგება. გალიპოლის სუნი აქვს. ახალი ადგილი გჭირდება, რომ შეინახო. თანაც პოლიციისგან შორს უნდა იყოს. და ვირთხებისგან. პორტებში ვირთხას რა გამოლევს გრეის? ქალაქის საწყობს რას უწუნებ? ტომის ბრძანებაა. რა ბრძანება? კონტრაბანდა ნავსადგურთან ახლოს უნდა შეინახო. ხო, მაგრამ ნავებს არ ამოწმებენ? მდინარის შენაკადებთან ვტვირთავთ ხოლმე. ასე რომ რამდენიმე გასაქცევი გზა გვაქვს. ერთი მლის რადიუსში პოსტი არ არის და ტვირთი სწრაფად გადაგვაქვს. შენი ძმა კანონს არ ემორჩილება, თუმცა თვითონ აქვს კანონები. თქვენი ძმა საოცრად წინ დახედულია. სწორად დამითვლია? ახლა სწორია. 1, 2, 3 და 4. მორიგეობით გაჩხრიკეთ.
ღმერთო გევედრები გვაპოვნინე ის, რასაც ვეძებთ. აქ ერთი ტყუიაც არ არის. მარტო სიგარეტი და ვისკია. არტურმა მითხრა, რომ ჩვენი საქმეების შესახებ ეკითხებოდი. იმითაც დაინტერესდი სასმელი საიდან მოგვაქვს და სად ვინახავთ. დახმარება მინდოდა. წამოდი გავისეირნოთ. სად? წამოდი. აქ რატომ მოვედით? მორწმუნე კათოლიკე ხარ არა? ხო. ხოდა ისიც იცი, რომ აქ ხალხი ახსარებას ამბობს. შენ შემდეგ. ესეც ასე გრეის. ახლა ჩემს ახსარებას მოისმენ. დახმარება მჭირდება. ბილი კიმბერს მრჩეველი ხავს. რობერტსი. კარგად საუბრობს. ბუღალტერიას უძღვება. ესე იგი რობერტსი გჭირდება. არტურმა მითხრა, რომ ჭკვიანი ქალი ხარ. არც ბუღალტერი ვარ და არც ადვოკატი. არა. სამაგიეროდ ის გაქვს, რაც მჭირდება. კლასი. ისეთი ადამიანი მჭირდება, რომელიც დიდ შეხვედრებზე ღირსეულად გამოიყურება. ეს პომი, ასკოტი. სამსახურს მთავაზობ? არტურმა თქვა, რომ რიცხვებში ერკვევი. ყველაფერი შედარებითია. არტურს საკმაოდ უჭირს. თანაც აღრიცხვის წიგნი მოაწესრიგე. საშინელი ქაოსი იყო. თუმცა მათყუ არა ხარ. კათოლიკე რომ იყო, ეკლესიაში შემოსვლისას პირჯვარს გადაიწერდი. დაკვირვებული ხარ. ჯერ მოგვატყუე, თითქოს იმ ბარში მუშაობდი. ახლა აღმოჩნდა, რომ პროტესტანტი ხარ. შენთვის მნიშვნელობა აქვს? არა. მინდოდა სამსახურში აგიყვანეთ. სასმელს რომ ასხამ მაშინაც ფიქრებში ხარ. ეს უკვე გასაუბრება კი არა, დაკითხვაა. დაჯექი. მისმენი გრეის. იქ მოხვდი, სადაც შენი ადგილი არ არის. როგორც უნდა იყოს. გამიმართლა. ალბათ მეც. ხომ იცი, რომ ჩემი საქმეების უმეტესობა უკანონოა. ბრმა არ ვარ. და ჩემთან მუშაობა მაინც გინდა? სამსახურს მთავაზობ? თანახმოვარ. კიდევ ერთი რაღაც უნდა იცოდე. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იმის შესახებ, თუ რატომ დაგასაქმე. იმედი გამიცროე. სამსახურზე უარს ამბობ? არა. პირიქით მუშაობა უფრო მომინდა. ხვალ ყველაფერს აგიხსნი. ლიზი. გამარჯობა ლიზი. ძიმე ჩანთები მიგაქვს. დაჯექი. ბავშვი არ ვარ რომ დამცინა. ბავშვები გიყვარს? ხო. ძალიან კარგი. რადგან ჯონს 4 შვილი ხავს. ნუ ღელავ. არ ვაპირებ რომ დაქორწინება გადავათქმევინო.
მინდა დაგელაპარაკო. წინააღმდეგი არ ხარ? ჯონი დამოუკიდებელი ადამიანია. როგორც შენ. მომისმინე ლიზი. მას შემდეგ რაც საფრანგეთიდან დავბრუნდი, შენთან დავდიოდი ხოლმე. ტომი, ჯონისთვის ხომ არ გითქვამს? არა, არ მithქვამს. არ შენ გითქვამს. რატომ არ უთხარი ლიზი? ჯონს რატომ არ უთხარი, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მის ძმას ემსახურებოდი? იმიტომ რომ ეს წარსულია. ჯონის დაკარგვა არ მინდა, კარგი ადამიანია. შენგან სწორედ ამის მოსმენა მინდოდა. წარსულია. ჯონი ამბობს, რომ შეიცვალე. მისი მჯერა და ეს ძალიან კარგია. ცვლილება კარგია. ამბობენ ახლა სხვა დროაა. ასე რომ ბედნიერებას გისურვებთ. მინდა ეს საგორწილო საჩუქრად მიიღო. ჩვენს წარსულ სიამოვნებას ერთად დავემშვიდობოთ. ანუ ერთხელაც უკანასკნელად მე და შენ. აქ რვა გირვანკა. სად წავიდეთ? ტომი, ჩემს ბინაში წავიდეთ. ესე იგი წარსული არ ყოფილა. ფული დაიტოვე ლიზი, მანქანიდან გადადი. ტომი, გთხოვ. გადადი მეთქი. მიყვარს ტომი, მართლა. დამიჯერე. ჯონი თვითონ გადაწყვეტს. ოღონდ ფაქტებიდან გამომდინარე. შენი ძმა შენზე 10 ჯერ უკეთესია. ეჭვი არ მეპარება. აშკარაა, რომ სულელი არ არის. მოპარული სიგარეტი და ვისკი ვიპოვეთ. ხომ არა მოიღეთ? არა, რა თქმა უნდა. საფრთხეში არასოდეს ჩაგაგდებ. კარგად მუშაობ, გრეის. ახლა არტურს ვეხმარები, უფრო ადვილია. ვიდრე თომასი? ხო. თომასი უფრო ჭკვიანია? ხო. თომას ასე დაახასიათებდი? ასე თქვენ დაახასიათეთ. დამაწინაურა. უნდა რომ მისი ბუღალტერი და მდივანი ვიყო. დაუნდობელი განგსტერი და მდივანი. ამ ნაძირავას წარმოუდგენელი ამბიციები აქვს. ხომ ასეა? ხო, წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, ძალიან დაგიახლოვდა. მეგონა გაგიხარდებოდეთ. იმედია გახსოვს, ვისთან გაქვს საქმე. ეგ კაცი ადამიანებს ყურებსა და ენას აჭრის. ვიცი, ვინც არის სერ. გრეის, შენი ღბულად მუშაობის სირთულე სწორედ ის არის, რომ არ დაგავიწყდეს ვინ ხარ. კარგი ამბავი შეგატყობინეთ და დავამთავროთ. გრეის. ტომი. თხოვნა მაქვს.
მანქანა მათხოვე. მინდა ლიზი და ბავშვები ქალაქგარეთ გავასეირნო. გვინდა ლიცენზიის მიღება აღნიშნოთ. რა პრობლემაა, ჯონ? გასახები მომეცი. მომისმენე, ჯონ. ჩემი ძმა ხარ და რაღაც უნდა გითხრა. გუშინ ამ მანქანის წინა სავარძელზე ლიზის ფული შევთავაზე. ჯონ, დამთანხმდა. ეს ფაქტია. როგორც გინდა ისე მოიქეცი. გასაღები აიღე. ლიზი ქალაქგარეთ წაიყვანე და ცოლად შეირთე თუ გინდა. მაგრამ უნდა იცოდე, რომ დამთანხმდა. ერთი ჭიქაც მოიტანე. სადღეგრძელო სიტყვი? ირლანდიელი ვარ. მილიონი სადღეგრძელო ვიცი. სანამ ეშმაკი შენს სიკვდილს შეიტყობს, გისურვებს ამ დღეში ნახევარი საათი მაინც გაატარო. რას აღნიშნავთ? შრომითი ხელშეკრულების დადებას. ბუხალტერი, Shelby Brothers Limited. სიტყვა შეზღუდული არ მიყვარს. საქმეებში შეზღუდული პასუხისმგებლობა აუცილებელია. სწორედ ეგ მაწუხებს. ტელეფონი დავიდგე. უკანა ოთახშია. თუ ვინმეს ვიცნობთ, ვისაც ტელეფონი აქვს, შეგვიძლია დაურეკოთ. რადგან ზეიმობთ, ეს მაღაზია რაქამსში შევუკვეთე. არ გახსნი? არა, განსაკუთრებული შემთხვევით თუ შეინახე. კარგი, ამ კომპანიაში შენი პირველი დავალება ის იქნება, რომ ეს ჩემს დას მიუტანო. არ ელაპარაკები? არავინ ელაპარაკება. მემალება. გავიგე, რომ მონტაკ სტრიტზე აბანოში დადის. ქალების დღეებში. იმალება და მინდა, რომ შიგნით ვინმე შეგზავნო. რა უნდა გადავცე? მოსაწვევია ოჯახურ შეკრებაზე. მინდა მოვიდეს. უთხარი, რომ იქ შევრიგდებით. ანუ სატყვა რა უნდა მიუტანო? ხელშეკრულებას თუ წაიკითხავ. ნახავ, რომ იქ ამდენი კითხვის დასმაზე არაფერი წერია. მოსაწვევი გადაეცი და მორჩა. ეს კი კარადაში შეინახე, სანამ არ მოგთხოვ. რას ეკეთებ, ჯონ? ვერავანთე რომ მოვწიო. ესეც კი არ შემიძლია. მაგის მოწევა რა გინდა? შენ რატომ ეწევი? თავი მტკივა. რელიზის ავტორია geo.saitები.g. ლიზის ველაპარაკე. უთხარი, რაც მითხარი. ლიზი მიპასუხა შენი ძმა ტომი ბინძური მატყუარაო. მერე მის დასა და ბიძაშვილს ველაპარაკე. სასმელზე დავპატიჟე. მითხრეს რამდენიმეს კიდევ ხდებაო.
ფურის გულისთვის რამდენიმე მუდმივ კლიენტს კიდევ ხვდება. იდიოტი გონი ვარ არა? ჩემი აზრით, პირველი შელბი ხარ ისტორიაში, ვისაც ყველაფერზე კანონიერი ლიცენზია აქვს. ბაბუა ჩვენი ამაზე რა სიტყვოდა? ალბათ საფლავში ემოტრიალდა. პატიოსანი ფული? ჩვენ სახლში? მართლა? ბავშვობაში ხან ვისაჯავრებდი, ხან ვის? ბავშვები აღარ ვარ, ჯონ. ხო, მაგრამ ერთმანეთზე მაინც ვზრუნავთ, ხომ ასეა? წამოდი. სახლში წადი და დაიძინე. ხვალ დიდი დღეა. მართლა? ხვალ ის კალთან ომს ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ. როდის გადაწყვიტე? ახლა. ხვალად საათზე შევხვდებით. ყველაფრისთვის მზად იყავი. წავედით ბიჭებო. მზად ხართ? ჯონ. ხო. კარგად ვარ. დალი. რა? რას მომჩერები ხართ? რა ხდება? კარგი. წავიდეთ. რა? ტომი, რა ჩაიფიქრე? სათოფე მანდელზე მეუახლოვდით. ჯონ. სანამ ომში ჩავერთვებით, რაღაც უნდა გაიგეთო. რას აკეთებ, ტომი? გაიღიმე, ჯონ. ქორწილია. ვისი ქორწილია? გუშინ რომ მეთქვა არ წამოხვიდოდი. ლის ოჯახში ერთი ველური გოგოა, რომელსაც გათხოვება სჭირდება. თავი დამანებეთ. მომის დედაც. ჯონ. ამის უფლება არ გაქვს, ტომი. მომისმინე. მომისმინე. ამ გოგოს ქმარი სჭირდება. შენ კი ცოლი. ტომ. მაწანწალა ბოშას ცოლად არ შევირთავ. ჯონ, დამშვიდდი. მომისმინე. უკვე დაგნიშნეთ. ახლა თუ წახვალ, ისეთი ომი ატყდება, რომ სომი მონაგონი იქნება. ამასთან შედარებით სომი ჩაისმად მოგეშვენება. ცოლად თუ შეირთავ. ჩვენი დელის ოჯახების სამუდამოდ გაერთიანდებიან და ეს ომის დამთავრდება. შენი გადასაწყვეტია, ჯონ. ომი ან მშვიდობა. გამიშვი. კარგი. მისი მზითები უნდა ნახო. რა? მამამისი მანქანას გაძლევს. გამოდგება? გამოდგება. აი ესეც. იმედია 50 წლის არ იქნება. შემომხედე. მიდი. დღეს იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ეს კაცი და ეს ქალი დავაქორწინოთ. კარგად გამოიყურები. დაიცხოვრონ სიმართლესა და ჰარმონიაში. რასაც ორი ოჯახის დასწრება ადასტურებს და პატივს მიაგებს.
ჯონ მაიკლ შელბი თანახმახარ თუ არა რომ მართალი თქვენი კანონიერი მეუღლე გახდეს? მოსაცვევი მიიღე. გრეისმა მითხრა რომ უნდა შევრიგდეთ. ოჯახური დღესასწაულია. შენი ქმარი არ წამოვიდა? არ მელაპარაკება. როცა მელაპარაკება დამპალ შელბის პენძახის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა თორნი ვარ. ნამდვილად თორნი ხარ. მერტო ჩემო ტომი. ფრედის აღარ უბრაზდები? საქორწილო ცერემონიას სისხლის შეერთებით დავასრულებთ. ორი ოჯახი ერთი ოჯახი გახდება. ამიერიდან ცოლ-ქმრად გაცხადებთ. მიდი ჯონ, აკოცე პატარძალს. კიდევ დამატრიალე. ეიდას უთხარი რომ დაჭდეს. ფიქრობ დამიჯერებს? ვეცადე ჭკუად ამერიკებიდან, მაგრამ მაინც ვამს. რამდენიმე კვირაა სარდაფში ცხოვრობს. რას უნდა ელოდო? დამმული ძაღლივით აიწყვიტა. ღმერთო ტომი ძალიან გთხოვ. მოდი, საკმარისია. ეიდა, წავიდეთ. უნდა დაისვენო. მოდი აქ ესმი. მოდი ნახე რა ოჯახში მოხდი. მოდი ოჯახის თავკაცი ნახე. ძმებს საცოლეებს თვითონ ურჩევს. ეიდა. საკუთარ დასვირთხას ავიდევნის და სიძის მოკლას ცდილობს. ეიდა გაჩუმდი. ეიდა, საკმარისია. ახლა კი ცეკვის უფლებასაც აღარ მაძლევს. ეიდა, ქორწილში ცეკვას მიგდალავს. დასვით. ეიდა, დამშვიდდი. ჯანდაბა. წყლები დაყვარა. ამის დედაც, ეიდა. დროის შერჩევა კარგად იცი. წავედით. ცოტა ნელა, ნუჩკარო. ნელა, არტურ, შენ ცხოვრებაზე ყვები? მოვედით. გადმოდი. კარგი მანქანაა, ჯონ. როგორ დადის? ჩვენივრად, რბილად დადის. თქვენი დამშობი არობს, თქვენ კი მანქანებზე ლაპარაკობთ. კაცები ვერაფრით დავეხმარებით, პოლი. დალევის გარდა. მართალია. ერთი კაცი აქ უნდა იყოს. მართალი ხარ, პოლი. ფრედი უნდა მოვიდეს. კერჩი გული აგიწკერდა. შერიგება მზის სამოსლამდე გაგრძელდება. ფრედის უთხარი რომ არაფერი ემუქრება. ეიდა. წამოდით ბიჭებო. აღნიშნოთ. მალე დამთავრდება, არ გაჩერდე. კარგია, გაიჭინთე. გონი უკვე ხმა მოდის. სამი დავამშობიარე. გონი მართალი ხარ. პირიქით უნდა დავაწვინოთ. მიდი გაუძელე. ცოტაც მოითმინე ძვირფასო. გაიჭინთე. 1, 2, 3. მერტო. სამშვენიერ ქალს გაუმარჯოს. უნდა წავიდე. ჩემი საქორწილო ღამეა. დაჯექი. მშობიარობის დროს ქალებთან რა გესაქმება? დალია. გონიათ მისი ქმარი დაიჯერებს და მართლა მოვა? არა, ფრედი მოვა. ვერაფერი შეეჩერებს. ტომი მას თქვა რომ არაფერს დაუშავებს. ხომასია ტომი. ხო, მართალია. ამ ღამით კეთილი ვარ. იცი ჯონი. მგონი ეს ჩვენი მშვენიერი ბარმენის ბრალია. მისი დამსახურება ჩვენი ძმა ასეთი კეთილი რომ გახდა. ხო და ამას გაუმარჯოს.
აიდა. სწრაფად, გამიღეთ. ჩაიდალიე ძვირფასო. რა ლამაზი. ბიჭი ყავს ფრედი. მშვენიერი ბიჭია. ესეც ასე. კეთილი იყო შენი მოსვლა ამ სამყაროში. კეთილი იყოს შვილი. გააღეთ, პოლიცია! ფრედი, ბავშვი გამომართვი. აქ შემოსვლა არ შეიძლება. ის თუთია ბავშვი დაიბადა. ფრედი, ძალიან გთხოვთ. ხელი გაუშვით. არაფერი დაუშავთ. თავი დაანებეთ. ფრედი, ბავშვს ნუ წამართმევთ. აიდა. ფრედი, დაპატიმრებული ხართ. გინდა შამპანური გავხსნა. ბიჭია. პოლი, მოიცადე. პოლი, მამამისი პოლიციამ წაიყვანა. ასე ნუ მიყურებ. მატყუარა. რეჟისორი ტომ ჰარპერი, პროდიუსერი კეიტი სვინდენი, სცენარის ავტორები სტივენ რასელი და სტივენ ნაითი. ფილმს სახმოვანებდნენ მსახიობები თეკო ჩუბინიძე, თეონა გურამიშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, კახა კინწურაშვილი და ზვია დოლიძე. GTS.